მაგრამ დღეს იყო აუცილებელი გამარჯვება. 4 წუთია დამატებული. 4 წუთი, იმედის 4 წუთი ალბათ. ნუ შეიძლება გოლი გავიტანოთ. და მიუხედავად არც დამაჯერებელი თამაშია 3 ქულა მოიპოვა. დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარცხენა ფრთაზე გადავა. თამაში ქართულ ფეხბურთელებს ჩაწოდება თავით. დათხრა და 1-0. გავიდა გოლი მაინც სირაძე გატანილი გოლის ავტორი. სადისმიერ კომპენსირებულ დროს გავიდა გოლი. დავით სირაძე გახდა გატანილი გოლის ავტორი. როგორც იქნა 90 წუთი არ იყო საკმარისი და 91 წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეძლეს და მაინც გაიტანეს გოლი. განმეორებით ეს ეპიზოდი ჩაწოდება და სირაძემ თავით ძალიან კარგად დაარტყა და გაიტანა გოლი. მეტოქის კარში დავით სირაძე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში მე-6 გოლი გაიტანა. ძალიან კარგი. 1-0. საქართველოს ეროვნული ნაკრები გავიდა წინ მატჩის დასრულებამდე. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, არ ვიცი ახლა. უბრალოდ ყურადღებით თამაშია, ელემენტარულად ყურადღებით თამაშია საჭირო, რადგანაც 91 წუთზე გავიდა ის ერთადერთი გოლი, რომელმაც მოუტანა გამარჯვება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თავარი არის ის, რომ ტაბლოზე შედეგი ჩვენს ეკრანზე შედეგი დაფიქსირებულია 1-0. ყველაზე კარგად იმ შეცდომებს, რაც იყო დღევანდელ შეხვედრაში, დაინახავს ალბათ თემურ კეცფაია, დაინახავს სამწვრთნელო შტაბი და ქართული სპორტისთვის, ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ეროვნული ნაკრებისათვის და ეს პატივისცემა ალბათ აუცილებელია ნაკრების მხრიდანაც. გულშემატკივარი ტაშით აცილებს ეროვნულ ნაკრებს, რაც ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხედავთ ნაკრების ფეხბურთელებს, იმის თქმა, რომ მათ არ მოინდომეს, ამაზე ენა ალბათ არავის არ მოუბრუნდება, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოეგოთ. გასაგებია, რთულია ყოველთვის, რაღაც ფსიქოლოგიური ბარიერიც იყო გადასაძლევი, რომ ოფიციალურ შეხვედრაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2007 წლის შემდეგ არ ქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოგებული, მოვიგეთ ოფიციალური შეხვედრით, იმედია, ნავსი გატყდა და შემდეგ სხვა შეხვედრებში გაცილებით უფრო კარგად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები და გაცილებით უფრო მაღალ შედეგებს მიაღწევს. კიდევ ერთხელ გატანილი გოლი დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და როგორც მატყობინობენ, მზად არის ინტერვიუ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ხატია ალადაშვილი, თუ არ ვწდები გაესაუბრება კახა კალაძეს, გუნდის კაპიტანს. 2007 წლის მერე ოფიციალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი მართლა ძალიან ემოციური გამოდგა. ბოლო წუთზე შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელებმა. მაყურებელი ეროვნულ სტადიონს ნამდვილად კმაყოფილი ტოვებს. საინტერესოა რა განწყობა აქვს თავად ფეხბურთელებს ამ მატჩის შემოქმედ, ამ მატჩის მთავარ გმირებს. ჩემს გვერდით იმყოფებიან საქართველოს ნაკრების წევრები კახა კალაძე და მატჩის მთავარი გმირი დავით სირაძე. ჯერ კახას ვკითხავ, კახა როგორ შეაფასებ თამაშს და რას ნიშნავდა ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრების? პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ეს გამარჯვება. მე ვფიქრობ, ქართული გულშემატკივარი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ელოდებოდა ამ გამარჯვებას. ძალიან რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, ვიბრძოლეთ, რომ 3 ქულა აგვეღო რა. კიდევ ერთხელ მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი გამარჯვება და ყველას რა ვიცი, როგორც გახარებულები ვართ, ესეთი გახარებულები ყოფილიყოთ ყოველთვის რა და ჩემი სირა იტყვის ალბათ ერთ სიტყვას. დაცო, რა განწყობა, როცა ესეთ მნიშვნელოვანი მატჩი ბოლო წუთზე გოლს იტანა? განწყობა ძალიან კარგია, ყველას დიდი მადლობა. ის სტადიონზე მოვიდა და ეს გოლი მიუძღვენ მთელ საქართველოს და ჩემ ოჯახს. და ბიჭებს ყველას დიდი მადლობა, ბრძოლის ვიბრძოლეთ და მოგავიმარჯვეთ. დიდი მადლობა. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრები უკვე 12 ოქტომბერს გამართავს რიგაში ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩსაც ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 21 საათზე შემოგთავაზებთ. ძალიან დიდი მადლობა ხატია ალადაშვილი, ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს და დიდი მადლობა მთელ ეროვნულ გუნდს, რომელმაც შეძლო დღეს და მიაღწია წარმატებას ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. შემდეგი შეხვედრა, როგორც ხატიამ დაანონსა, არის 12 ოქტომბერს 21 საათი და პირველი არხი შემოგთავაზებთ პირდაპირ რეპორტაჟ რიგიდან ლატვია საქართველოს შეხვედრაში. მე კი დღეს გემშვიდობებით კიდევ უფრო დიდი წარმატების იმედად დიდი მადლობა.